დღეს უნდა გავატარო 100 საათი Sugarcraft-ში. პირველ რიგში მოვჩეხავ ხეს. ჰოპ. გავაკეთე წერაქვი, ნიჩაფი, ნაჯახი და რა თქმა უნდა ხმალი. ეხლა წავალ ადგილს ვიპოვი სახლის სასაშენებლად. ცოტა მიწა დამჭირდება. გათმები. ვაუ, შაქრის ლერწამი. აი ეს რა არის ერთი ამიხსენით. გოგრა. Beautiful-ია. ძალიან კარგი ადგილი არის სახლის სასაშენებლად. და რა თქმა უნდა ავაშენებ მიწით. რა Minecraft-ია თუ არ გაქვს მიწისგან სახლი. გამდება ცოტა მალე. საწოლს გავიკეთებ და დავიძინებ. ეს არის ჩემი კრაფტი სახლი. ნახშირი ვიპოვე თან სახლთან. ძალიან კომფორტულია. ვაუ, თან ნახეთ რა ბევრი ნახშირი არის. აქ სახლზე ესე ფაკელებს დავდგავ, რომ სახლი არ დამეკარგოს. რკინა, კაია. კიდე რკინა. აქ წინასწარ უკვე ბამბუქს დავთესავ, რადგან ძალიან ბევრი ბიბლიოთეკა გვექნება გასაკეთებელი და როგორც იცით, ძალიან ბევრი ქაღალდი დაგჭირდება. ჭაჭხი! მოკვდი! ძალიან ბევრი თესი დამჭირდება, რომ პური დავთესო. აი, ესე დავდგა. მასი არ მინდოდა. გავაკეთოთ ახლა. აქ გავთხრი წყლისთვის. უსასრულო წყლის ტექნიკა. და გვაქვს უსასრულო წყალი. და ზუსტად იგივენაირად გავაკეთებ სხვაგანაც. დავთესოთ. კიდე თესლები მჭირდება, ძალიან ბევრი თესლები მჭირდება. ასეთი გავაკეთე, ნახეთ, რა სხვანაირად გამოიყურება. ამ Minecraft-ში ყველაფერი ტკბილეულისგან შედგება. რო დავანთოთ, რა ლამაზი არის, შეხედეთ. სასაცილოდ გამოიყურება ხელში. შემდეგ გავაკეთე ცოტათი სახლის upgrade-ი. სენდი მჭირდება, რომ გავაკეთო ფანჯრები. პური ნახეთ, რა საყვარლად გამოიყურება. არ არსებობს ბუქს გავს. ეს ავაშენე ენდერმენებისგან, რომ ვერ მომკლავენ. ახლა ჩემი სახლი უკეთესად გამოიყურება. ვიდრე თავიდან. კრიპერი, აჯანდაბაში. ვაუ, კიდე რკინა, კიდე ნახშირი. ვაიმე, ეს რა კრიპერი გადიაკეთა. აფეთქდა რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი რკინა მაქვს, შემიძლია დავადნო და გავაკეთო აბჯარი. პერანგი რა საყვარლად გამოიყურება, უბრალოდ მაისურს რატო გავს. ობობა. წადი აქედან. ძალიან დიდი კეივია. პატარა ზომბი. მე კრიპერი. ისევ Oh man, not again. ისევ აფეთქდა. პატარა ჯანდაბა ზომბები, წადი აქედან. ძლივს. კიდე ერთი რა ხდება ამ კეივში, კაცო? ჭიჭყიანი ტექნიკა უნდა გავაკეთო ეხლა. შეხედეთ. ვაიმე, ვინ კლავს, კაცო რა არის? კიდე კრიპერი. ვაიმე, ენდერმენი, რას გავს? ლაკეის გავს, კაცო. რედსტოუნი ვიპოვე. ოქრო ვიპოვე. Not bad. ეს ალმასია? გუნდას გავს. ალმასი არის ნამდვილად. 2, 3, 4, 5 ალმასი მაქვს. ანუ ნიშნავს იმას, რომ შემიძლია გავაკეთო წერაქვი. მაშინ ობსიდიანსაც გამოვთხრი, რომ პორტალში შევიდე. ეს რა არის ალმასია? არა, ლაპის ლაზურია. კიდე ლაპის ლაზური. ვაიმე, საიდან? ვეც დავინახე კრიპერი სად იდგა ვაფშე. შეხედეთ, გაიზარდა ჩემი პური. რას გავს? მაშინებენ. რკინას დავადნო. 3 სტაკა რკინა მაქვს, წარმოიდგინეთ. ძალიან ბევრი საჭმელი მექნება ეხლა, ძალიან კაია. პორტალს ავაშენებ აქვე. ესე. ვაუ, რა ლამაზი პორტალი არის. ყველაზე ლამაზი პორტალია, რაც კი ოდესმე მინახია. აბა შიგნით არ ხდება? კრიპი ხმა. ოკეი. ეს რა არის კოშკია? მაინც აქვე პორტალთან. ძებნას კი არ მომიწია, ძალიან მაგარია. მაგრამ პორტალში წავალ ცოტა მოგვიანებით. შეხედეთ რამდენი ბამბუკი გაიზარდა. ჩემს სახლთან საერთოდ არცად არ არის ძროხები. შემდეგ გავემგზავრე ძროხების საპოვნელად. ვიარე კაიხანი. კურდღელო, იცი სად არიან ძროხები? სად არიან? ძროხების მამამისმა. სად? არფერი არ ჩანს, სად არის? ვიპოვე, ძროხები ვიპოვე. ისე შორს წავედი სახლიდან, რომ უბრალოდ სახლში ამ ძროხებს ვერ მოვიყვან. ასე რომ გავაკეთებ ფერმას აქ და უბრალოდ ჩავიწერ მე კოორდინატებს. ეგ არის, როდის გაიზრდებიან უკვე ხმეხნა იცის. შემდეგ სახლთან ახლა შემხვდა კიდევ ძროხები და გავაკეთე მანდაც ფერმა. რაღაცას ვხედავ. პირამიდაში ვარ. ვაიმე, ეს კრიპერი საიდან ხმე? It's time to stop. ლამაზი sunrise-ია. სოფელი ვიპოვე. ვაუ, ნუ თუ. აბასკივრებში რა გაქვთ? არაფერი. ეს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა მართლაც. ამას უეჭველი ავიღებ.
რამდენი ბიბლიოთეკა გამომივიდა? 14 ცალი მაქვს უკვე. Not bad. ცუდი არ არის? ამასაც გავაკეთებ. ბიჭს ხედავ, შეხედეთ. რა სხვაერად გამოიყურება. არანაირ ხმასაც კი არ გამოსცემს. წადიეკიდანობა. ეს ძროხები არ იზრდებიან თუ რა ხდება? როდის გაიზრდებით, ჰა? ძალიან ბევრი ბიბლიოთეკა დამჭირდება კიდე. ალმასის ხმალი გავაკეთეთ ძლივს. ძროხები, კიდე ძროხები ძლივს. სად ჯანდაბადში ხარ თქვენ ძროხებო? რაღაცას ვხედავ. ეს რა არის? ჭარი ეგ. ობობის პაუდერი ვიპოვე, მაგრამ პრინციპში კაი აქ შემიძლია ლეველებზე ავიდე. სკივრი ვიპოვე. garbage devs, okay. კიდე ერთი სპაუნერი ვიპოვე თანუბობების. Okay. აი გეუბნებით, რამდენი ხანია დავდივარ ამ кейვში და ალმასებს ვერ ვპოულობ. ის 5 ალმასი ვიპოვე და всё, ამ ქვეყანაში არ არსებობს მეტი ალმასი. მე რამდენი საათია უკვე ვთამაშობ და მართლა ალმასებს ვეღარ ვპოულობ. ერთი ალმასის ხმალი მაინც გავაძლიერო. იმედია კარგია. რკინის არმორიც გავაძლიერე. და ახლა შემიძლია წავიდე პორტალში. ვაიმე. ბლაზერებს ხედავ. აქ როგორ ჩავიდე? ვაიმე, ჩონჩხი, ვაიმე, კიდე ერთი ჩონჩხი წადი. ვაიმე. საიდან მესვრიან კაცო ვერ უღდები. გონის სპაუნერი ვიპოვე, გოდი ბლაზერების სპაუნერი ვიპოვე ხალხო. ვაიმე, არა მეტი არიან. საწევით გახდა. ვაიმე, გასტ. სად არის? ვაიმე, გასტი. რას მესვრი, კაიქო. პოტიონების სახარში შემიძლია გავაკეთო. რა სხვადასხვა გამოიყურება და ქვაბის გავაკეთე. ნახეთ როგორ საყვარლად გამოიყურება. აბა ქვაბი? ლამაზი არის ძალიან. სიცოცხლის მოსამატებელი პოტიონი შემიძლია მოუხარშო. სიცოცხლის მომატების ეფექტით სიცოცხლის მომატება 2, ანუ 4 გულს მოგვიმატებს. წავალხე პორტალში. გასწრება მესალმება უკვე. გასწრება. ვაიმე, მოხდა. აი ამ ბლაზერებს მოვერევი. იმედია ვაიმე ვიცვი, არა ვერევი. ძლივს არ ვიპოვე ეს რა ქვია კაცო მაგას. არა ძალიან დაგჭირდება პოტიონებისთვის. ესე სახში გავაკეთებ და დავთესავ. არ მომიწევს პორტალში გამგზავრება. შემდეგ ცოტათი მიწა გავასწორე ჩემ სახლთან. ესე უკეთესია. დასასრულის თვალის გაკეთება შემიძლია, რომ მე ender dragon-თან წავიდეთ. მოფიქრებული მაქვს, რომ შემიძლია გავაკეთო სკივრი. ender სკივრი, დასასრულის სკივრი, ხო? როგორც ეძახიან. ერთ სახში დავდგავ. აქ ჩავდებ. ბევრ პოტიონებს, სიცოცხლის მოსამატებელს, მე მეორე სკივრსაც გავაკეთებ და წავიღებ ender პორტალში. ჩონჩხები. ერთმანეთს ახავენ. შემიძლია ვიდგე და პროსტა ვუყურო. ვეთ პოპკორნი მაკლია რა. ვაიმე, ეხლა მე მესვრიან კაცო. ენდერმენი, ძალიან ბევრი ენდერმენი უნდა მოუყლა, რადგან ძალიან ბევრი მარგალიტი დაგჭირდება. თვალი ხო? თუ რას არის? შულდის არსას გავაძლიერებ. გამაგრებული 3, სიმძლავრე 4. ცუდი არა მგონი. კიდევ 3. რამდენი მაქვს? 8 ცალი მაქვს უკვე. კიდე ჯოხები მჭირდება. ასე რომ დაველოდები კიდევ. მაგმაკუბი, საყვარელი. მოდი შენ მაგკალი. ეს რა არის კრიპერი? ყავს სახში. ჯობია წავალ. იმედია გაქრება. ძეს ავიღებ და გავაკეთებ ტორტს. ნახოთ sugar craft-ში როგორ გამოიყურება ტორტი. აი ეს რა კურკლია? გზაში სანამ მივდიოდი ძალიან შემიღამდა. მოვყალი ზომბი, მოვყალი ობობა, მოვყალი კრიპერი, ვიჩი, ჩონჩხი. ეხლა ძლივ შემიძლია გავაკეთო ტორტი. შეგდათ ძალიან ლამაზად გამოიყურება. აბა მოდი დავდგათ. Beautiful-ია. რო შევჭამო? იგივენაირად გამოიყურება. პოტიონები მოხარშე ძალის ეფექტით 3 წუთი გრძელდება. ცუდი არ არის. კიდე ერთი ალმასის ხმალი მინდა გავაძლიერო. აბა უკუგდება 2, მახვილი 4. პლუს 12 შეტევის ზიანი. ვაუ, ბევრია. ფორტუნა ჩემსკენ არის. შეხედეთ ეს ender სკივრი რითი გავავსე. ძალიან ბევრი პოტიონით. ოქროს ვაშლებ და ასე შემდეგ. ეხლა შემიძლია გავემგზავრო ender dragon-თან. აბა სად მიდის? სად არის? საწავიდა. დაბლა არის? თუ დაბლა არის. მგონი ვიპოვეთ. მაშინ დავიწყებ გათხრას. ვაიმე, ძალიან მეშინია ხალხო. მინდა გითხრათ, რომ არასდროს არ ვკლავდი ender dragon-ს. ვაიმე, მგონი ვიპოვეთ. სკივრი, garbage devs როგორც ყოველთვის. კიდე სკივრი, ესეო garbage. აი ხანი ვბოდიალობდი და ვერ ვპოულობდი ამ პორტალს. გოდი ვიპოვე. გონი ვიპოვე, აქ დაბლა იქნება. ой, გეუბნები რა მაგარია, ღმერთო ჩემო. 2 თვალია მარტო ჩადებული. ვაიმე, იმედია მეყოფა თვალები, ხო? იმედია მეყოფა. ვაიმე, ცოტა ერთიც. ძალიან ლამაზად გამოიყურება, შეხედეთ, გულები არის. ვაიმე.
ვაიმე რა ხმა არის? ვაიმე ენდერ დრაკონი. საჯადაბაში ვარ. აბაში. რა? ეს რა? არა. ძვირფასო დღიურო, მე ვერ აღვწერ ჩემს ტკივილს. ამასე დაგემშვიდობებით ნახვამდის. გეხვეწებით და ალაიქეთ ეს ვიდეო.